მოგესალმებით, დღეს ჩვენ ვიწყებთ ჩვენს მეშვიდე მეცადინეობას და მეცადინეობა დავიწყოთ უცხო სიტყვების შესწავლით. Როგორი გემოსია ეს? Wie schmeckt das? წიწილა, das Hähnchen, ყველი, der Käse, იოგურტი, der Joghurt, ფორთოხლის წვენი, der Orangensaft, პური, das Brot, ბრინჯი, der Reis, Chai, der Tee, რძე, die Milch, ყავა, der Kaffee, ძეხვი, die Wurst, თევზი, der Fisch, Müsli, das Müsli, თაფლი, der Honig, კვერცხი, das Ei, pomidori, die Tomate, Banane, die Banane, კარტოფილი, die Kartoffeln, ვაშლი, der Apfel, კიტრი, der Getränk, das Getränk, ხილი, das Obst, ბოსტნეული, das Gemüse, აღება, nehmen, საუბარი, sprechen, ჭამა, essen, sma, trinken, რა, was. ეს იყო უცხო სიტყვები. გადავიდეთ პატარა დიალოგების შედგენაზე და ვნახოთ როგორ ჟღერს ისინი. Hallo, was nimmst du? Salami, რას აიღებ? Ich nehme einen Fisch, das schmeckt gern. მე ავიღებ თევზს, ის გემრიელია. Okay? Ich bringe das. კარგით, მოგიტანთ. Was isst du gern? რას ჭამს სიამოვნებით? Ein Brot und ein Käse. Ურს და ყველს. Noch etwas? კიდევ რაიმე? Nein, danke. არა, მადლობთ. როგორც დავინახეთ, მოქმედება ხდება რესტორანში და მაღაზიაში. აქ ამ დიალოგებში გქონდა უცხო სიტყვები, რომლებიც უნდა დავისწავლოთ. მოტანა, bringen, გემრიელი, schmecken, სასიამოვნო, gern, კიდევ რაიმე? Noch etwas. თუ სიტყვაში არის ორი ან ორზე მეტი თანხმოვანი, მაშინ ხმოვანი არის მოკლე. მაგალითად, essen, ჭამა, schwimmen, ცურვა, bringen, მოტანა. თუ სიტყვაში გვაქვს ხმოვნის შემდეგ ეხმოვანი, მაშინ იხმოვანი არის გრძელი. მაგალითად, liegen, spazieren. თუ სიტყვაში არის ორი ესი, მაშინ ის იკითხება როგორც s. მაგალითად, Spaß, ხუმრობა, Fuß, ფეხი. დღეს მინდა აგიხსნათ გრამატიკულ ნაწილში ძლიერი ზნების უხლება. ამისათვის ავიღოთ ჭამა, ზნა, რომელიც შემდეგნაირად იუღლის. Ich esse, მე ვჭამ. Du isst, შენ ჭამ. Sie es isst, ის ჭამს. Wir essen, ჩვენ ვჭამთ. Ihr esst, თქვენ ჭამთ. Sie essen, sie essen, ისინი ჭამენ. ავიღოთ fahren ზნა, რომელიც ნიშნავს გამგზავრებას. Ich fahre, მე მგზავრობ. Du fährst, შენ მგზავრობ. Sie es fährt, ის მგზავრობს. Wir fahren, ჩვენ მგზავრობთ. Ihr fahrt, თქვენ მგზავრობთ. Sie fahren, sie fahren, ისინი მგზავრობენ. უკეთ გასაგებად უღლებისა ავიღოთ კიდევ ორი ზმნა, schlafen, ძილი და nehmen, აღება და ვაუღლოთ თითოეული მათგანი. Ich schlafe, მე მძინავს. Du schläfst, შენ გძინავს. Sie es schläft, მას ძინავს. Wir schlafen, ჩვენ გძინავს. Ihr schlaft, თქვენ გძინავთ. Sie schlafen, sie schlafen, მათ ძინავთ. Ich nehme, მე ვიღებ. Du nimmst, შენ იღებ. Sie es nimmt, ის იღებს. Wir nehmen, ჩვენ ვიღებთ. Ihr nehmt, თქვენ იღებთ. Sie nehmen, sie nehmen, ისინი იღებენ. ამ ბოლო ცხრილიდან ჩანს, რომ ზნამ შეიცვალა ფუძისეული ხმოვანი და თანხმოვანი გაორმაგდა. ანუ ამ ზნაში ხმოვანი არის მოკლე. თუ სიტყვაში გვაქვს ორი ან ორზე მეტი თანხმოვანი, ხმოვანი არის მოკლე. ახლა გავაკეთოთ პატარა ტესტი. ჩემთან ერთად გააკეთეთ ტესტი და სწორი პასუხები აღნიშნეთ. Ich fahre nach Berlin. მე მივემგზავრები ბერლინში. Fahre არის სწორი პასუხი. Die Oma nimmt das Buch. ბებია იღებს წიგნს. Nimmt არის სწორი პასუხი. Das Mädchen liest ein Buch. გოგონა კითხულობს წიგნს.
Liest არის სწორი პასუხი. Schläft im Bett. ის იძინებს. Schläft არის სწორი პასუხი. Der Junge fährt nach Berlin. ბიჭი მიემგზავრება ბერლინში. Fährt არის სწორი პასუხი. ამ ტესტში კარგად ჩანს უღლების ფორმები. ამით ჩვენი მეცადინეობა დასრულდა მომავალ შეხვედრამდე.